იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ესე იგი ეს საბუთები, ესე იგი გადავაგზავნოთ. და გამარჯობა, მე სწორად მოვედი გასაუბრებასთან დაკავშირებით ვარ. რა გასაუბრება? რავი, ვაკანსია. კი, მობრძანდი, ვაკანსია ვარ, დიახ. დავბრძანდით, მობრძანდით, ალბათ კეთილი იყოს. თქვენი ფეხი ოფისში დიახ, დავბრძანდით. სასიამოვნოა. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, ძალიან კარგი. ესე იგი ვაკანსიის თაობაზე გამიხარდა რომ მოხვედით. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჩვენ სამსახურში ხა აქ თუ გადაწყვეტ აი შევხედოთ ეხლა როგორ იქნება ყველაფერი. პირველ რიგში დრო გექნებათ, ანუ საკუთარ თავზე მორგებული დრო იქნება აქ ჩვენთან. ესე იგი თქვენ შეგიძლიათ თქვენი სამსახური მაგალითად თქვენი საქმე რას გექნებათ 20 წუთში დამთავრდეთ წახვიდეთ, შეგიძლიათ ნელა იმუშაოთ და რავი როცა გინდათ მაშინ მორჩეთ წახვიდეთ. ანუ ეს იცით რა ეს სამსახური კი არ არის, ეს არის აქ უფრო დიდი ოჯახი, ანუ აქ ჩვენ ვართ როგორც ყველა ოჯახის წევრები და თანამშრომლები. აი გამიხარდა ძალიან რომ ესე მოხვედით კი ბატონო. ძალიან სასიამოვნოა. მეც მიხარია. ანუ ხელფასი რამდენია რომ? პირველი ხელფასი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მერიდებოდა, მაგრამ ხელფასი გექნებათ თავიდან პირველი 2 თვეში ხელფასი გექნებათ 1200 ლარი, მაგრამ ანუ 2 თვეში ეს ხელფასი გაიზრდება პირობას გაზრდით და რა თქმა უნდა თქვენ ნაკის მოვალეობას თუ თავს გაართმევთ კარგად, ის კიდევ გაიზრდება ეს ხელფასი ყოველთვიურად, რა თქმა უნდა, მატება და მატება გექნებათ. შაბათ-კვირას დასვენების დღეები, რა თქმა უნდა, შვებულება მინიმუმ 2 თვიანი გენაცვალე. რავი, ყველანაირად გიწყობთ ჩვენ ხელს, რომ ხო ხდები თავი ისე იგზოთ, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ დამჯერეთ საკუთარ სახლზე მეტად ეს უფრო მოგეწონებათ, აი. ერთი წუთი კაცო, ეხლა კიდე დავიწყე. მოდი გიო, ეს გიო და ბიჭო, შენ კაცი ხარ, ბიჭო, შენ ადამიანი ქვია, საერთოდ რა ჯიშის ხარ, უფროსი კი არა, შენ ხარ პირუტყვი, ბიჭო, არა, გასავლელია სადაც კი დაიყავ, 6 თვეა, დღესაც არ არის ხო ხელფასები? აი, ბიჭო. 6 თვეა ხელფასი არ ამიღია რა, ეს საერთოდ სამსახური არის, რა არის ეს? აი, გამარჯობა, ხალბატონო, ერთხელ 2 ფურცლის ამობეჭდა და ამავიწდა და ფეხში დავჭრა, ამნაფო ამან. ეს ვინ არის, კაცო, მე ამ სამსახურში შემდათავად, ვინც გაჭერდეს იმის დედას მე. ჩემი დამადობით და კიდევ ვინც მოვა, აწინე დაიწყებ შენ. ფუშენ ნაფო კაცო, შენ. ბოდიში, მაგრამ ეხლა მე შემაგინა? არა, გეხვეწებით, არ შეიმჩნევთ ეს ესე ემართება ხოლმე ეს იგინება, ილანძღება, წავა და მე ისე ბრუნდება, ოღონდ ეხლა შეიძლება ნაჭამია და მაგიტოა ეს გაიგე, ეხლა მოშივდება და სულახაში ისე მოგვიმდება. აი მე ვერ მივხვდი, მოშივდება. ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ცოტა. ხო და ჩვენ მაინც ვეხმარებით, ვამუშავებთ, გვინდა რომ აი ესეთი ამ ფორმით დაუდგეთ გვერდით. გაიხარეთ, რა კარგი ადამიანი ხართ, გაიხარეთ თქვენ. ინემო. მაგარი კაცი. ვიქტორიჩი იქნება რომ გადაგაღუნა რაღაცას თავზე, შეახავარ რო კაცო შენ. ეს კაცი. 6 თვე ბიჭო ხელფას ანაირად არ მიხდი, ბიჭო ყველაფერს ვაკეთებ, სამსახურში ყველაფერს ვაკეთებ, ხალბატონო. ამ საქმეს ხო ვაკეთებ. შტაკლავ, მალიარკას მე ვაკეთებ, შეხებვა, გაჯი, ცემენტი, რა ვიცი და ამნაბო ეს ყველაფერი უარი, მაგრამ სოფელში გამაგზავნა თავისთან შეშას მარჩეხიებს. დაგაკვირდები 3 თვე. აგერ დამაკვირდი. აი რატო? შეახვარო კაცო შენ. შემისურა დააკვირდე ბიჭო. კარგით, რა ცოტა კორექტულად. ხელი გაწეთო, გაგცხება. აი ესეთი უცხო. ცოტა კორექტულად რა, მე ხალი ვარ. ახალი თანამშრომელი უნდა იყოს. რა, წადი, გაიქეცი, ადექი, მოდი, წადი. აი, რა მოგიწევს? ახალი თანამშრომელია, ხო და აქ ყავს, ხო? რა გითხრა, ხელფას მოგიმატებ, ხო, თუ რა გითხრა? რაო, მოგიმატებ ხელფასო, ხო? მე რო გავალახა მყუნის დედა თო უთხარ. შენ ბიჭო, რა დღეში? არა დღეში ვარ, ბიჭო, კიდევ მობიერად გექცევი, ბიჭო. ვიქტორი მაგარი კაცი ეს. ვიქტორი შეგავა გადაგაღუნა ამას თავი. წადი გოგო, შენ გაიქეცი კიდე თავს. არაფერი. მოხედა მე შეგარეთ ხო გამოხვალ დღეს. მიდი ვიქტორი, მიდი ესე ხუმრობს ხო ეს. ჩვენ ვართ ერთი ოჯახის წევრები. გამიგეთ ახლა აქიცი როგორ რაღაც ან ყოველთვის მეტს მოვითხოვთ ერთმანეთისგან გამიგე რაც შეიძლება უკმაყოფილებას იწვევს ხოლმე, მაგრამ ანუ ეს არ შეშინდეთ, არ იმას და არ მიეცოთ ყურადღება. არა, არ მეშინია. ვიქტორი ეს სოფელში ერთი სოფლიდან ვართ მე და ეს და იქ ახლა ოჯახის წევრები და ბოდიში, მაგრამ ამდენი უკმაყოფილო თანამშრომელი რო ყავთ, მე სად უნდა მიყვანოთ?
ამათ ეძახით უკმაყოფილო თანამშრომლებს არ ცხენიათ კარგით რა როგორ გიგადება ეს არის უკმაყოფილო თანამშრომელი არა ეხლა გეუბნებით ეს არის ერთი დიდი ოჯახი ხალბატონო ოჯახის წევრები ხო ხვდებით ხანდახან როგორ ჭროვენ ერთმანეთთან ეხლა ის მოითხოვს ჩემგან მეტი უნდა გამიგე მე რო გავცე მეც იმისგან მეც მოითხოვ და ეს ხანდახან ესე უთანხმოება თორე რასა ვიქტორია ამ ხელზე გაზდილია რა ერთად მთელი ის ოჯახი სულ ყველა ერთად მოვდივართ ხალბატონო როგორ გეკადრებათ თქვენ მაგაზე ესეთ პროვოკაციებს არ აყვეთ ეს არის კარგით კარგად იყავი მე წავედი შე ახვარო კაცო შე გაიგე რასაც გეუბნები კი ეს არა ცოლია ჩემი ეს და რა ბიჭო რაღაცა ვაწყენინე და ის რა თქვა ეხლა მან გამეორებინე რა თქვა ეხლა მან ეხლა ვარ ცოლი ეხლა ვარ შე ჩათლახო კაცო შენი ცოლი რა 3 წელია პირდები ცოლად მოგიყვანო მორჩა უშენო ბიჭო შენ რა ისა ვიცი ეს აფერისტი ნაგავი ეს 3 წელია ცოლად მოვყავარ აფერისტია არც ფულს არ მიხდის შეგეუბნები რა არის დეგენერატიე აი ესეც მიდის სამსახურში აფერისტი მე მივდივარ აქედან გასაგებია ხმა აღარ გავიგო შენი ესეც რატომ მიდის არა იცით რა ჩვენ ხო ვეხმარებით ეს ადამიანებს რომ მარტივად თავის ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს არა რა თქვა? არა. რა თქვა? ფსიქოლოგიური პრობლემები. როგორი არის? მე მაქვს ბიჭო ფსიქოლოგიური. არა, დაჯექი. ბიჭო, მე მაქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, შეაფერისტო. რატო ვინახარ თქვენ ვიხართ? ის არის. ახალით ანა, ამასაც ატყუებ, ხო? ამასაც. რაო, რამდენი გექნებაო ხელფასიო? აფერისტი ბიჭო, ეს აფერისტი მათხოვარი ეს. სულ ესე პირდებოდა რაღაცეებს. აქ ვიქნები, ფეხს არ მოვიცვლი აქედან. ფეხს არ მოვიცვლი აქედან. აი ესე. აბიჭო ადამიანი. აბიჭო კაცი. შემოვიდათ, ამიტომა მადლობის წერილი, რომ დიდი მადლობა, რომ ასეთი დირექტორი ყავს. შენ გენაცვალე. ეხა ამას არ უნდა მოუმატო, ხელფასი უნდა მოუმატო. კი ბატონო, იყივრეთ და იწივლეთ თქვენ. რა კაი დირექტორი ხარო, შეხედე, აი მადლობის წერილი. რავი, ქალბატონო, ანუ რა თქვა? რატო შემოვიდაო ეს ბიჭი, რა თქვა? ქალბატონო, რატო ექცევით ამ კაცს? ესე ძალიან კაი კაცია, სამადლობელო წერილი დაუწერეს ეხლა. ვინ დაუწერას? ამათ? ხო. რას ლაპარაკო, მაჩვენი. ეს ბიჭი იცი ვინ არის გოგონა? ეს არის ჩვენი ყოფილი თანამშრომელი. განცხადება დაწერა წასვლის თაობაზე. და ხმას რატო ვერ იღებს, იცი? რატო? ერთხელ მოვიდა ხელფასის მომატებაზე და ამ ნაბ ენა მოაგლიჯა. არ იყო ბიჭო, ეგრე არ იყო შეახვარო. არ იყო შეახვარო. მორჩა მივდივარ. ადექი წამოდი შენც. ადექი წამოდი. წამოდი. შენ იდიოტო შენ გიტირებ ყოფას, გარეთ გელოდები. არ შეგეშინდე, ცოტა ეს ფსიქიკურ პრობლემებია გამიგე და უბრალოდ ეხა ადამიანი მაინც რაც არ უნდა ჩვენ ვეხმარებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი. ყველა ესეთი მუშაობს, ამას არ შეიმჩნევ, წენა ხო გითხარით ეს ფსიქოლოგი. გამარჯობა. რაო, გიო, ყველაფერი კარგი. მოვედი უფროსო. შენ ხო წახვედი კაცო? წავედი, მაგრამ მოვედი. ძალიან კარგი თუ მოხვედი. კი, ესე იგი მოხვედი. ანუ მოვედი იმის გამო რომ წეღან დამავიწყდა რომ დედის დაგახურო თავზე და წავიდა ისე. ბიჭო ნერვებმა ამაბაცხა, რო გავედი და გამახსენდა, ხელფასი არ ამიღია. გვამონავებ სტეპლერი დამჭრა. ხალხი აღარვათ გარეთ ამასთან მალე დაამთავრდა. გარეთ გამოეტრიეთ ვეი. ნაფო ბიჭო ესო ვინ არია? არა და რა კაი ბიჭია ფიზიკურად და დედასკი ჩვენ ვეხმარებით, თორე როგორ გაუტია ხო? სულ მარტო იქნებოდა. არ შეიმჩნიოთ, დიახ, აი დავთხოვ როგორ აი ჩვენ პირველ დღეს რომ მოვიდა გული დაგვეწვა ესეთ ფსიქიკური პრობლემებს უთუაჭრილი და აშლილი იყო, მაგრამ ჩვენ დავასაქმეთ და რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს ყავა, ჩაი, რამე ხომ არ გნებავთ რა. არა, არ შეწუხდეთ, თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ. თქვენ უკეთესი, აი გაიხარეთ, უღრმესი მადლობა, ეს უბრალოდ კიდე ერთხელ ბოდის მოგირთვით. არა, რა სამბო. ესეთი ისა, უბრალოდ ეს არის ერთი ოჯახი. თქვენ ხართ გმირი, რომ აი ასეთი ადამიანები აქ ყავთ სამსახურში და ეხმარებით. გაიღაი თქვენ სულ ყველასო გაიცნოთ მე. დიახ. იცი რა მაინტერესებს, ეს ყავა, ჩაი ალბათ უფასოა სამსახურში. ყავა, ჩაი კი, ჩვენთან ყოველთვის უფასოა, რეგლიგობით მოგაქვთ თანამშრომლებს და ყველა შეუძლია ისარგებლოს. სხვათა შორის ხვალი და უკვე თქვენი ჯერია, ხო, თქვენი რიგი მოდის ყავაზე და ჩაიზე. ხვალიდან თუ შემდეგი კვირიდან? ანუ შემდეგი კვირა არა, შემდეგი მთელი წელი, ანუ თქვენ უნდა მოვიდეთ, ანუ ჩვენთან ერთ წლობით არის, გაიგე? ანუ შემდეგი მთელი წელი თქვენ მოვიდეთ ყავას, ჩაის და იმას შაქარს. ერთი წელი? კი, ერთი წელი და თანამშრომლების ანუ უფასო იქნება, ცხები მივირთმევთ. ანუ ერთი წელი ახლა თქვენ მოვიდეთ. ძალიან კაი გათვლა ისე. აი, ესე იგი, ეს გავაფორმეთ. ნუ მოკლედ, ესეთი პირობები გვაქვს.
ქალბატონო, თქვენი სახელი როგორ მოგმართოთ რო ციური. კი, ქალბატონო ციური, მოკლედ ესეთი ანუ მე გითხარით, პირობები ყველაფერი აგიხსენეთ, ანუ გრაფიკი თქვენზე მორგებული რა თქმა უნდა, შვებულება როცა თქვენ გიდა, ხელფასი პირველი ორი თვე 1200 და მერე იმატებს ეტაპობრივად და რა ვიცი, აი ყველაფერს თავა ეს თანამშრომელი ხარ. ეს არის როგორც კიდევ ხე ოჯახი და არ მელაპარაკოთ, გავიგე ყველაფერი. ესე იგი თან ანუ თქვენც რა ჩვენ გვინდა რომ ვითანამშრომლოთ. კი, მე თანახმავა. აი მე ძალიან კარგი, ესე იგი აი აქ მომიწერეთ ხელი მაშინ რომ ეს რამდენ წლიანი კონტრაქტია? აი 3 წლიანი კონტრაქტი. ძალიან კაი. კი, ხაი, მან მოაწერეთ ხელი? ძალიან კარგი. გაიხარეთ. აქ მოაწეროთ, აქ ჩემი, ესე იგი მე როგორც კომპანიის დაფუძნებელი ესე. აქაც მოაწეროთ. всё. ესე იგი სამსახურში აყვანილი ხარ, ძალიან კარგი. კარგით, ადექით ახლა ფერხს და გამომყევით. დიახ, წამოდით. ესე იგი როგორც ოფისის მენეჯერი, თქვენ ხო იმაზე, დიახ, ხა ეს მოდით, ეს აიღეთ. მოგძანით? რა? აი, სოცხი დაქანდაზე აიღეთ და წამომყევით. დიახ, თქვენი ოფისი გაჩვენეთ და დაალაგოთ. არა, მე ცოცხი აქანდაზე რა თქმა უნდა, ანუ მენეჯერი ვარ, მე მენეჯერი. ოფისის მენეჯერი, ხო, ხდე შენი ოფისი, მე რა უნდა დაალაგო, ნაგავში უნდა იჯდე თუ რა გინდა. არ მითხარ რომ ხორრივით ახლა შენც იქ ნაგავში უნდა იჯდე, როგორც ნათამშრომელი. ანუ შენც ეგეთი ხორრივით ბინძური და ის ხوار იქნება, ახლა უნდა დაალაგო, სადაც იქნება, ხო? ბატონო გიორგი, ცოტა კორექტულად ისაუბრეთ, ხო? კორექტულად კი დაგამტრევ ფეხებს ახლა დროზე გამოაგდი და შენი ოფისი რაც არის დაალაგე და მე ეს საბუთები გადმოლაგე, რაცა საჭირო. დროზე და წინ საცხობი გაიხსნა, მე გადახვალა გადმომიტა ლობიას. დროს გამოეთქე. გამოდი ახლა დროზე დაალაგე აქ ნუმიშილეროზე. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.